კეთილი მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ეხლა მე ვიყოფრები თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში, არაჩვეულებრივ სოფელში, ძალიან ლამაზ სოფელში, თუმცა ძალიან სევდიანი საყურებელია, როგორც სხვა სოფლებში, რომ ძალიან დაცლილია ადამიანებისგან, ემიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია ამ სოფლებში. თქვენით ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვიყავით სამეგრელოში, ვიყავით გურიაში, ეხლა ვიმყოფებით იმერეთში, დღეს ხვალზე გვექნება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და ძალიან გვაინტერესებს აქ არსებული პრობლემები, რა უჭირთ, როგორ ხედავენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს და რა მიაჩნიათ თავარი პრობლემების სათავეც და ასე შემდეგ. მეტნაკლებად ეხლა არის რა თქმა უნდა განსხვავებული სურათი, მაგრამ საერთო სურათია მაინც ყველგან ერთმნიშვნელოვნად, რასაც ჩვენ ხედავთ. ერთი არის რომ რაც აღნიშნე უკვე ემიგრაცია და დაცლა სოფლების. ეს არის ეხლა ელემენტარული წყლის პრობლემები. ეხლა ამ სოფელში სადაც ჩვენ ვიმყოფებოდი, წყალი არ არის. გურიაში ვიყავით, არც იქ არ არის წყალი. რა ვიცი, ამ ქვეყანაში წყალს მიაქვს ყველაფერი და რა გახდა ეს წყლის პრობლემის გადაჭრა მოსახლეობისთვის მე არ მესმის. ამ სოფელში მაგალითად ტრანსპორტის პრობლემა არის, მათ შორის რომელიც საკმაოდ ახლოს არის ქუთაისთან ეს სოფელი. ანუ ესეთი ტიპის გამოწვევები არის უამრავი ადამიანებთან და ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი კომუნიკაცია, იმიტომ რომ ცოტა რთულია, როდესაც რაღაც თბილისიდან, ცენტრიდან ჯერჯერობით ჩვენ გარკვეულ გამოწვევებზე, ყველას თავის კონტექსტი აქვს, ადგილზე უნდა შევხვდეთ მოსახლეობას, უნდა მოусმინოთ, უნდა გავიგოთ რა აწუხებს, რომ კარგად მივხვდეთ, როგორ ორიენტირდეთ მე ამ ადამიანთან კომუნიკაციაში, იმიტომ რომ როგორც თქვი, თბილისიდან ცოტა სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ჩვენ გავაგზავნებთ ასეთი ტიპის კარდაკარის პრინციპი დავდივართ და ვესაუბრებით, გვექნება შემდგომში გვაგეგმაში შიდა ქართლის სხვა რეგიონებიც და ვინდა საერთო წარმოდგენად შევიქმნას, გქონდა გარდაიცვალა კომუნიკაცია ადამიანთან და ჩვენ თავი სათქმელი არის, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთ საქართველო, არაფერი გასაყოფი არ გვაქვს და ეს პოლარიზაცია, ამ დეзинფორმაცია, ამ პოლარიზაციის მიმართულებით და დაყოფით მიმართულებით არის ძალიან ბევრი აქ ნამუშევარი ამ ხელისუფლებას და ეს უნდა იყოს დაძლეული, იმიტომ რომ ჩვენ გასაყოფი ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს, ყავს ერთი პატარა ჯგუფი, რომლებიც არის მოქცეული ამ ხელისუფლების სათავეში, რომელიც ცდილობს ამ დაპირისპირებას საზოგადოებაზე, ამით იკვებება. ხო, ეს არის ამათი თავარი იარაღი. ამიტომ ამ ტიპის კომუნიკაციით ამ მოსახლეობაზე გარდა იმისა, რომ ვიღებთ ვისმენთ ამ განწყობებს, ვერ ყვევით იმ პრობლემებში, რაც მათ აწუხებთ, ასევე მნიშვნელოვანია აი ასეთი დაპირისპირებასთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს და ერთმნიშვნელოვნად ყველა ადამიანი ამბობს, რომ ერთიანობას, ერთადგომას და პრობლემების წინაშე გამკლევებას არაფერი ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ჩვენ საერთო წარსული გვაქვს, საერთო აწუხი და საერთო მომავალი და ეს ყველაფერი პატარა ერი ვართ და უნდა გადაიჭრას ერთადგომით და არ უნდა მივცეთ პატარა გაბატონებულ ჯგუფს ამ პოლარიზაციით, ამ ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით, ესე დაგვაპირისპიროს ერთმანეთთან. კი ბატონო, დატო, აუცილებლად მინდა გკითხოთ, როგორი არის ხელისუფლების პროპაგანდის შედეგები, რამდენად იგრძნობა ეს, როდესაც ხვდებით მოქალაქეებზე, რომ მუშაობს თუ არა პროპაგანდა რეგიონებში, ამ შემთხვევაში თუნდაც კონკრეტულად იმერეთში? გარკვეულწილად რა თქმა უნდა არის შეღწეული ეს პროპაგანდა, რასაც ჩვენ აი რა ნაწილში მაგალითად. აი მაგალითად ძალიან ბევრს ცდილობენ და იმუშაონ ეს მარშრუტი დასავლეთის და ევროკავშირის სხვა მიმართულების დემონიზების მიმართულებით, თუმცა იცით რა არის, როცა ამ ადამიანთან ღია კომუნიკაციაში შედიხარ საუბრობ, ყველას უმეტესობა ძალიან კარგად ესმის, საიდან მოდის ინსპირირებული ეს ყველაფერი. მე პირადად ეხლა რაც ამდენ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია, დიდწილად ამათი მხარდამჭერი არ ვიცი, უმეტესობა არ შევხვედრია. უბრალოდ უფრო მეტად განცდა რომ რაღაცა იმედს ელოდებიან, რასაც ჩაებღაუჭებიან, ძალა იქნება თუ სხვა ტიპის მოძრაობა თუ სხვა ტიპის ჯგუფი, რომელიც მიმართაც რაღაც ნდობას გამოხატავენ. ესეთი განცდები არსებობს ნამდვილად. ასევე, ანუ აი რასაც ჩვენ ხშირად ვადევნებთ ხოლმე, რა ტიპის პროპაგანდასაც იყენებენ ამ პოლარიზაციის მიმართულებით, თვითონ ეროვნულ ღირებულებებზე და ტრადიციებზე, ხა ის მოგონილი ამბავი როა, ხო? თვითონ ნოდარ დუმბაძის ვიღაცავს და ეს ამით ტიპის პროპაგანდის შეფუთვა და մեր საზოგადოების მიწოდება, ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ ადამიანების შეცდომაში შეიყვანონ და მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებით სრულ წარმოდგენები, ხო, ვითომ რაღაცებს გთხოვს ევროკავშირი და როცა საუბრობ და უხსნი, მე ხვდები, ანუ საერთოდ ბევრ რაღაცას ჩვენგანაც ისმენენ ამ ტიპის კომუნიკაციაში. თუმცა ყველაზე მეტად მაინც ამ ადამიანებთან მიმართებაში ყველაზე მეტად აწუხებთ, ეს არის სოციალური პრობლემები, რაც არის ხო ყოველდღიური სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები. გურიაში, სამეგრელოში საერთოდ ძალიან კომიკური რაღაცა იყო, ანუ ფაროსანა ჭამს ამ თხილს, რომელიც შემოსავლს ესე წყაროა, მოვიდნენ, შეუწამლოს ყველას და რაიცა შეწამლეს, ეხა იმან გააქმო თხილი. აი ეგეთი რამე არ ვიცი, ესეთი არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიცირება წარმოუდგენელი. გარდა ამისა, წყალი არ არის არსად, ანუ ვიცი, ანუ წყალი არ არის არსად საერთოდ. ანუ ჭებით და ეხლა სადაც ამ სოფელში ვართ, ყველა ადამიანი ესე ვედროებით ეზიდება ამ წყალს, რომ ნებისმიერ საჭიროებისთვის რომ გამოიყენოს. თან ძალიან ახლოს არის ქალაქთან. ანუ ამის სისტემაში მოყვანასაც ვერ ახერხებენ.
და ესეთი ტიპის გამოწვევები და პრობლემები აწუხებს ადამიანს, ამებზეც უნდა ვესაუბროთ და მათ შორის რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ეს პროპაგანდისტული ეს წრის გარღვევასაც, ეხლა ჩვენი კამპანიის მიზანიც ეს არის, ხო, რაღაცნაირად ეს დეზინფორმაცია, რაც აღწევს, ხო და ცდილობენ ამ ტიპის კომუნიკაციით დავაბალანსოთ, მივცეთ რაღაცა ინფორმაცია, აუხსნათ რაღაცეები, მივცეთ სხვა ურჩიოთ სხვა ტიპის პლატფორმები, რაზეც ხონდეთ კომუნიკაცია, სადაც შეიძლება ინფორმაციის მიღება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გარკვეული შიშიც არის, მაგრამ მე უფრო მეტ შიშს ველოდი სიმართლე გითხრათ. ამ სოფლებში რაღაც ადამიანი აი რა ღიად რო არის ლაპარაკო რაღაცა პრობლემებზე რა არსებული ანუ აქ დაუცველობა უფრო მაღალია რაღაც გარკვეულწილად რეგიონში ხო რაღაცა ტიპის ადგილობრივი თემის თუ იმის წინამდე რო წავიდეს ადამიანი მაგრამ ესეთიც ვერ ვიგრძენი სიმართლე გითხრათ მე ამ კუთხით ამ კუთხით უფრო მეტად ძალიან განიცდიან დეფიციტს რომ ძალიან ნაკლები კომუნიკაცია აქვს იმ არჩევნის გაკეთება უწევთ ხოლმე ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ხანახა მესმის ხოლმე რომ რეგიონებში დიდი მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა გამადანებთან ურთიერთობას ეხლა ძალიან ბევრი არის საციარულო ხა ჩვენც რაღაცა ნაწილს მოვიცავთ ხო და მე სულ ესეთი ტიპის კომუნიკაცია არ უნდა შეცდეთ ან რა უნდა გვესმოდეთ და სინამდვილეში ძალიან ნაცდენა არის ხოლმე ხშირად აი აქ არსებული პრობლემებსა და რეალობას შორის და ყოველდღიურად რა აწუხებს ამ სოფელში რა აწუხებს განმუხურში გურიაში ვიყავი გურიანთაში რა აწუხებს სხვადასხვა ტიპის პრობლემებია მაგრამ ბევრიც საერთო აქვს რა თქმა უნდა კი ბატონო, გასაგებია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, დატო იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ